პირველ ლიგელთა ჩემპიონატზე 3 რეგიონალური დერბი გაიმართა. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. განსაკუთრებულ ინტერესს მარტვილში შემდგარი პაექრობა იწვევდა. მერანმა ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და 1-0 მოუგო. არადა მეგრულ დერბში რიონის პირელებს ქულა მაინც აეღოთ, მათ უმაღლესი ლიგის საგზური უკვე გარანტირებული ექნებოდათ. ახლა კი ბესიკ შეროზიას გაწმთა დაწევა და ერთმანეთში უკეთესი ბალანსის მიხედვით გადასწრება გურიას შეუძლია, რომელმაც თავის მხრივ გურულ დერბში ოზურგეთის მერცხალს 6-1 სძლია. პირველ რიგში ულოცავ ლანჩხუთის გურიას გამარჯვებას. დღეს გუნდი მობილიზებული გამოვიდა და დამსახურებად გაიმარჯვეს. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ჩვენ ძირითადი გუნდის 5 ფეხბურთელი გვაქვს. აქედან გამომდინარე ვერ ვითამაშეთ და შედეგი სახეზეა. ლანჩხუთი ჩვენზე უფრო მობილიზებული გამოვიდა, ჩვენზე უფრო მოტივირებული იყვნენ და დამსახურებად გაიმარჯვეს. და უგეთეს მონდომარო ქონოდა ოზურგეთს უფრო გაითამაში მანახებდი და უგეთეს იქნებოდა დაჟეჩემდა და დავით სახე 6-1 ასე მგონია მე ყველანაირად დავჯავდით. კი და ოზურგეთის კაი გუნდია, მაგრამ ეს თამიკაცია და კაპიტანი ყოფილი და ერთი ფეხბურთელი კი. მაგრამ აშკარად ვაჯობეთ ახლა თამაში და მოსაგები ხონდა და მოვიგეთ და გახარებული ვარ ძალიან. იმავე დღეს მატჩის დასრულების შემდეგ ქალაქ ლანჩხუთში ნოე ჟორდანიას ქუჩაზე გურიის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის ოფისი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის საფეხბურთო წრის წარმომადგენლები. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო გურიის რეგიონისთვის, განსაკუთრებით საფეხბურთო საზოგადოებისთვის გურიაში, რადგან ესეთი საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა, დღეს უკვე გადაწყვეტილია, მოგვარებულია და გურიის ფედერაციას უკვე საკუთარი ოფისი აქვს, რაც ფედერაციის მუშაობაში ხელს შეუწყობს. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ბატონ ზვიაცეჩინაოს და რევაზ არველაძეს. ოზურგეთის ვანის სტადიონზე ბავშვთა რაგბის ფესტივალი გაიმართა. ნახეთ ნინო მაჭალომიძის სიუჟეტი. აღნიშნულ სარაგბო ფესტივალში 7 გუნდი, ოზურგეთის ჯიქები, შემოქმედის ჯიქები, ლანჩხუთის გურია, ნიგზიანი საჯარო სკოლის გუნდი, მერიის არწივები, ქობულეთის ხარები და ქობულეთის ხარები 2 იღებდა მონაწილეობას. ჩამოთვლილმა გუნდებმა გულშემატკივრებს, სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს კარგი სასპორტო სანახაობა აჩვენეს. როგორც გურიის მხარის სპორტის კოორდინატორმა ზვია დუნგიაძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ბავშვთა რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. აღნიშნული ნაბიჯებით კი თავისთავად სოფლების სარაგბო კლუბების ჩამოყალიბება მოხერხდება. ოზურგეთის სასპორტო სკოლის დირექტორმა გოჩა კვირჩილაძემ განმარტა, რომ რაგბის ეროვნულ კავშირს შედგენილი აქვს სპორტულ ღონისძიებათა კალენდარი, რომელიც დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონს მოიცავს. ზემოთ აღნიშნული ზედმიწევნით გაწერილი კალენდარული გეგმები კი გუნდის ჩამოყალიბების პროცესს უფრო გააადვილებს. ოზურგეთში ზვანის მოედანზე გამართული ბავშვთა სარაგბო ფესტივალის ჩატარება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის ორგანიზებითა და თაოსნობით მოხერხდა. სასიხარულოა იმით, რომ ამით ბავშვთა რაგბისტების დონე მაღლდება, მათი კვალიფიკაცია მაღლდება, რაგბის პოპულარიზაცია დაწყებულია საქართველოში და ჩვენ ერთხმად უერთებით ყველაფერ ამას და მე ვფიქრობ, რომ ასეთი პატარ-პატარა ტურნირებით, პატარ-პატარა ფესტივალებით უკვე ძალიან ბევრ კერას შევქმნით კიდევ როგორც გურიაში, ისევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და რაიონებში. და ჩვენი მიზანი და დევიზი არის ის, რომ რაგბის განვითარების საკითხთან დაკავშირებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ოზურგეთიდან, რომ ჩვენ საქართველოს ნაკრებს თანდათანობით ეტაპობრივად შევქმნათ ბაზა იმისა, რომ ოზურგეთიდანაც იყვნენ საუკეთესო მორაგბეები. όλე ამისათვის უკვე მოტივაცია ნამდვილად არის, უკვე ახალ გახსნილი არის მერიის საჯარო სკოლის ბაზაზე გუნდი და მთლიანობაში უკვე ამ საფესტივალ ასაკში ოზურგეთის 3 გუნდი ყავს ამ ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე ალბათ კიდევ 2 გუნდი დაემატება და 5 გუნდი ეს საუკეთესო შენაძენი იქნება რაგბის განვითარებისათვის. ძალიან მოხარული დღეა, გუნდები ჩამოდის ფესტივალებზე და ჩვენ ამდენი მეგობრები შევიძინეთ, რომ ეს მოდის ფესტივალებზე რაგბეები და ჩვენი გუნდი, აქვია, ჯიქების სახელს შევაწყობთ. ეს გახლავთ შემხელდარსებული ბოლო ინფორმაცია. მე უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგ აბრძანდებოდეთ.